ერაყი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ოლიგარქიული რეჟიმი თავის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს აძლიერებს. ახალი კანონის მიღების შემდეგ ცესკოს წევრებს, რომლებიც პირდაპირ უზრუნველყოფენ ოლიგარქისთვის სასურველ შედეგებს, ქართული ოცნება იარაღის ტარების უფლებას აძლევს. რისთვის სჭირდებათ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ცეცხლსასროლი იარაღი აუხსნელია. დიდი ალბათობით გიორგი კალანდარიშვილს და მის ადმინისტრაციას უკმაყოფილო მოქალაქეების რეაქციის ეშინია და საკუთარი თავისა და რეჟიმის დასაცავად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არ მოერიდებიან. დეა მამისეიშვილი მუშაობს თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს საუბარს. დეა გისმენთ. ნამდვილად უცნაურია, რა საჭიროებას წარმოადგენს ცესკოს თავმჯდომარესა და მისი ცესკოს წევრებისთვის იარაღის ტარება, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ტიპის კანონპროექტი არის უკვე იმ პარლამენტში, რომლის ლეგიტიმაციასაც არავინ ცნობს, რომ მიიღონ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ცესკოს წევრებს და მის ხელმძღვანელს გიორგი კალანდარიშვილს ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება. რით არის განპირობებული, რა საფრთხეს გრძნობენ ისინი, ადამიანები, რომლებიც არიან რუსული ოცნების თანამზრახველები, არის გაუგებარი, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ხელისუფლება ცდილობს მათ ახალისებას, ცესკოს თანამშრომლებისთვის პრივილეგიების მინიჭებას, ეს მას შემდგომ, რაც 2024-ში ყველამ ნახეთ ის პროცესი, რომელსაც წესით ერქვა არჩევნები, თუმცა ნამდვილად ყველაფერი იყო არჩევნების გარდა. მაგრამ ყველაფერი ამით არ იწურება ერთპარტიულ პარლამენტში, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, ახლა არის ორი კანონპროექტი იარაღის ტარების შესახებ. კანონპროექტი ეკუთვნის ქართულ ოცნებას, მხოლოდ ქართული ოცნება ავტორი, რაც შეეხება უკვე კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც დევს ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო ორგანოში, ეს უკავშირდება კომპენსაციებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრებისთვის. ალბათ გეუცნაურად სიტყვა კომპენსაცია და პირველი კითხვა გაგიჩნდათ, რა შეეკუთვნით მათ კომპენსაცია, რის კომპენსაციაზე არის საუბარი, ეს კითხვა მეც მაქვს, თუმცა ამ კითხვას პასუხი არ აქვს. ნამდვილად ფაქტია, რომ ქართული ოცნება ამ მიმართულებითაც ცდილობს და იცდება ახალი გადაწყვეტილების მიღებას. ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას უკვე ზურგს უმაგრებს ხალხის ძალა, თუ მაყურებელს არ ახსოვს, მე ვეტყვი, რომ ხალხის ძალა არის ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე გამოიყო ფორმალურად ქართულ ოცნებას, თითქოს ისინი სხვები იყვნენ, სხვა ინტერესებს ატარებდნენ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ცალკე იყვნენ, ხოლო უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, როდესაც მიიტაცეს არჩევნები ქვეყანაში, ისევ ერთად არიან და ისევ ერთად განაგრძობენ მოქმედებას, თუმცა ნომინალურად ახლა ოპოზიცია დაარქვა ხელისუფლება მათ, იმიტომ რომ პარლამენტში არავინ არის ქართული ოცნების წევრების გარდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის კანონპროექტის შინაარსი, რომელიც უკავშირდება კომპენსაციას, რომელიც უნდა მიიღონ ცესკოს წევრებმა. საუბარია 65 წელს მიღწეულ ადამიანებზე, ან იმ ადამიანებზე, რომელთაც 25 წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. კომპენსაციის რაოდენობა განისაზღვრება ხელფასის მესამედით, ანუ სამსახურებრივი უფლებამოვალების შესრულების დროს რა ხელფასსაც, რა ანაზღაურებასაც ისინი იღებდნენ, იმის მესამედს აიღებენ პენსიის სახით, მაგრამ რა შუაშია კომპენსაცია, ეს არის ნამდვილად გაუგებარი, იმიტომ რომ დამკვიდრებული პრაქტიკა ნამდვილად არის, როდესაც სარისკო საქმიანობა, სარისკო პროფესიის წარმომადგენელი ადამიანი, მან სახელმწიფოსგან მიიღოს კომპენსაცია, მაგრამ რა რისკის ქვეშ არიან ახლა ცენტრალური კომისიის თანამშრომლები, ეს არის გაუგებარი, იმიტომ რომ თავად ისინი სპობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ისინი არიან რუსული ოცნების თანამზრახველები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ჯილდო ქართული ოცნების მხრიდან 2024-ის 26 ოქტომბრის თარიღისთვის, რა სპეცოპერაციაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩაატარა და ეს შესაძლოა იყოს წინასწარი კომპენსაცია იმისთვის, რაც უნდა გააკეთოს ცესკომ მიმდინარე წელს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე. მოკლედ, ყველაფრისთვის შეიძლება აიღოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კომპენსაცია, გარდა იმისა, რომ მათ რაიმე რისკის ქვეშ არიან და გარდა იმისა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ფაქტია, რომ პრივილეგიებისთვის ამზადებს ხელისუფლება იმ ორგანოს, რომელსაც წესით ევალება არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარება. ქართულ ოცნებამ გადაწყვიტა რაიმე სახით თითქოს დამატებითი პატივი ისე სარგებელი მისცეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს. არასდროს არ დამდგარა საჭიროება იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია შეიარაღებულიყო. არ გაგვიკვირდება მალე ქართულმა ოცნებამ საარჩევნო უბნებზე რომ დააყენოს იარაღით ან სხვა სახით შეიარაღებული საარჩევნო ადმინისტრაცია. დღეს ცესკო და საარჩევნო ადმინისტრაცია არის ქართული ოცნების ერთ-ერთი სტრუქტურული და ორგანიზაციული ნაწილი. საბოლოო ჯამში მომდევნო ახალი არჩევნები
ვერ უნდა ჩაატაროს ამ ადმინისტრაციას, რომელიც სრულად არის დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე. ცოტა გაუგებარია იმაზე საუბარი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც უნდა იყოს არბიტრი, სამწუხაროდ ამ არჩევნებზე წარდგა როგორც მხარე და ქართულ ოცნებას ხელისუფლება აჩუქა. ამიტომ შესაბამისად მათი ქმედებიდან გამომდინარე რა პროცესების დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, ამიტომ პირველი ის რომ იარაღის ტარების უფლება მისცეს, რომ თავი დაიცვა, თავმჯდომარეს კი იცით, რომ მუდმივი დაცვა დაუნიშნეს, სხვა კომისიის წევრებს იარაღის ტარება მისცეს და შესაბამისად ესეთი უზრუნველყოფილი სიბერეც რო ქონდეთ, პენსიებიც და უზრუნველყოფილი ანაზღაურებას დაუნიშნეს. 26 ოქტომბერს უკვე ჩაატარა სპეცოპერაცია სახელწოდებით არჩევნები, ალბათ რაღაცნაირად სამხედრო ხიბლში შევიდნენ, სამხედრო წოდებები შეიძლება მოუნდეთ, იარაღის ტარება. რეალურად ყველაფერი დაიწყო დაახლოებით 1 წლის წინ, ჯერ როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს რაღაც ეფემერული საფრთხეები თითქოს ემუქრებოდა თავდასხმის, შუა ქუჩაში მანქანის კარი გამოუღეს. შემდეგ იყო როდესაც უზარმაზარი რკინის გალავანი შემოავლეს ცესკოს, მანდატურის სამსახური შემოიღეს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი იცავს საკუთარ ხელთ არსებულ გაყალბების მთავარ ინსტრუმენტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ჩვენ არჩევნების დროს ვნახეთ ასევე ისიც, რომ მათ დაენიშნათ დაცვა, ახლა ექნებათ იარაღის ტარების უფლება და ასევე კომპენსაციები, რომლებიც დაენიშნებათ. და რა თქმა უნდა, ეს არის ჯილდო 2024 წლის არჩევნებისთვის, რომლებიც ჩატარდა უმძიმესი სისტემური დარღვევების პირობებში. მოკლედ ორი კანონპროექტი არის არაღიარებულ პარლამენტში, ახლა მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია. საკანონმდებლო ორგანო ქართული ოცნების პარლამენტი როდის დაამტკიცებს იმ ორ ინიციატივას, რომლის ავტორიც თავად არის, იმიტომ რომ იმ შენობაში არავინაა ქართული ოცნების წევრის გარდა, ერთი ცესკოს წევრებისთვის იარაღის ტარების უფლებას უკავშირდება, ხოლო მეორე კომპენსაციას გაურკვეველი დამსახურებისთვის. ჩვენ არ ვიცით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს რა დამსახურება აქვთ ასეთი, რის გამოც მათ კომპენსაცია უნდა მიიღონ. თუმცა დაახლოებით წარმოდგენა რომ კონდეს მაყურებელს რა რაოდენობის თანხებზეა საუბარი, გეტყვით რომ თავმჯდომარის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანაზღაურება არის 12410 ლარი და სავარაუდო კომპენსაცია, რომელსაც ის მიიღებს, არის 4127 ლარი, რაც შეეხება კომისიის თითოეულ წევრს, მათი ანაზღაურება არის 9928 ლარი, ხოლო კომპენსაცია, რომელიც მათელით არის 3309 ლარი. აი ასე აჯილდოებს რუსი ივანიშვილი და ოლიგარქი რეჟიმი იმ ადამიანებს, რომლებიც აყალბებენ და იტაცებენ არჩევნებს ოლიგარქის ინტერესების შესაბამისად.